მშვიდობის. მეძინება უნდა დავიძინო ეხლა. აი, ესე ვტოვებ. ვალავალა გებრა. მისცარებ. პირველად დავტენე ეს, რაც დაჭდა იმის მერე და მინდა ხარ რომ ნახო რამდენად კარგი ვიდეო გამოვა ამის განადებით. სარკია რომელიც იტენება. ხოდა წესით კარგი უნდა. იქ რომ მიდევს ხოლმე რა მაკიაჟს ერთიც ვიკეთებ ხოლმე საღამოთი. კი არა და ნახოთ შუქი ჩავაკროთ. Ia. მომწონს. ეხლა სხვა ნათება ვნახოთ. ყვითელი. მე მგონი ჩუბია ყველას. რაღაცა ის სიმყუდროვია. დღეს მინდოდა ვიდეო ჩამეწერა. მაგრამ ვერ ჩავწერე. სტოპრები მყავდა. კარგად გავერთეთ, კარგად ვიხალისეთ, ვიჭორავეთ. შუქი გავაკეთეთ. სოფელში რო შუქი იყო, ჩვენთან არ იყო. ან ციმციმებდა. აი ამასავით. ხოდა ენერგოპროს იმედზე ჩემი მტერი იყოს. ამიტომ გავაკეთებინეთ და მე ვიქეიფეთ. ესე იგი შემიძლია რომ ვიდეოები საღამოხანსაც აი ესე გადავიყო ხოლმე. უფრო რაღაცნაირი ვიდეო გამოვა. მყუდრო. ძალიან გამეწელა ეს კითხვა-პასუხის ვიდეოები. უკვე ისე გამეწელა, რომ უკვე აი სურვილს რო დაგეკარგა. მაგრამ იმდენად მინდა რომ რაღა როგორი გამოვა ის ვქნა, რომ ჯერ მარტო ხმა უკვე ჩაწერილი მაქვს. თვითონ ვიდეო ვერ გადავიღე. პლუს ამასთან ერთად მინდა რომ წლის ბოლოს პრინციპში ამ ხვალანზე დავდო ვიდეო რომელიც ასახავს ჩემი მთელი წლის რაღაცა მომენტებს. ხოდა ცოტა ძიმე და ძნელი სამუშაო იქნება. მაგრამ ვფიქრობ უნდა გავაკეთო. ეს სავარაუდოდ ეკრანის ჩამწერით უნდა გავაკეთო. ყველა ვიდეო და რაღაცა ამოვკრიბო. წესით კაი უნდა იყოს. ნახოთ. ან უნდა ვიდეო გადმოვწერო ხოლმე, მე წავშალო. კამერა მინდა ვიყიდო. ოღონდ მართლა. ხო სახალწმოთ ვაპირებდი, მაგრამ ეს დივან კრესლო ვიყიდე. მაგრამ ეხა როგორც ვატყობ. აი რა შევატყე. ეხა მე ხო ბაკურიაში არ ვარ, აქ ვარ.
ბურჯო ბაკურიაში. ცეკვა აწასული, ივანი აწასული. ხო და ზოგადად მეც რო ვარ ხოლმე სადმე კონცერტზე და ვიღებ ხოლმე ცეკვებს, რომელსაც მე ჯგუფში ვდებ. კარგად არ აფიქსირებს სახეებს. და ეს არ მომწონს. ტელეფონის ყიდვას არ ვაპირებ. აპაპაპა. ტელეფონები ესე ვლოგებისთვის ძალიან კაია, მაგრამ აი ესეთი რაღაცებისთვის უნდა ვიყიდო ის კამერა აუცილებლად განვადებით უნდა გამოვიტანო. იმიტომ რომ კაი ფასი აქვს. და რადგან მე განვადებას მოვჭი, გამოვაბრძანებ იმას. მინდა ძალიან. ოღონდ მაგეებისთვის გამოვიყენებ რა. რომ სუფთა სახე მივიღო. წეღარ ცეკვებს უყურებდი ვიღაცას ქონდა არ ვიცი ოღონდ ის ტელეფონით იყო. იმდენად სუფთად და წკრიალად ჩანდა სავარაუდოდ წესით აიფონით უნდა იყოს გადაღებული. იმიტომ რომ მაგას კაი გამოსახულების ის აქვს. მე აიფონები არ მიყვარს. ერთხელ მქონდა და არ ვიცი ვერა რა. სანამ ამ ტელეფონს ამის წინა ტელეფონს ვიყიდდი მქონდა წელაკუდა რა აიფონი. და მაინც ვერ შევეგუე. და მაგაცა ის Redmi და Samsung-ს უფრო დაუმოღამე რო იტყვე. ხო და წეგან ერთი მომენტის იოანეს ცეკვის ამოღება მინდოდა. და არ იყო კარგად სახე რა, ანუ და ჩემი ტელეფონიც მასე იღებს, ვისი ვიდეოც ვნახე. რომ თუ გაადიდებ გამოსახულებას კარგავ. თუ შორიდან კიდე იმდენად არ ჩანს. ამიტომ ეხა სპეციალურად მაგისთვის სწავლმეთქი მოგატყუებთ. მინდა რომ სახალხოდ კინოში წავიდეთ. ხო და იმ კვირაში ის პოინტში და იქნებ ცოტა ისე წავიდეთ, რომ გადავხედო იმ კოსმოს კამერას და შევხედო სახალხოს შეიძლება ფასტაკლებებითაც იყოს. არაფერი არ ჯობია, კაი გამოსახულებიან ვიდეოს, ოღონდ ვლოგებზე არ მაქვს გარდა. ვლოგებისთვისაც ძალიან მაგარია. აი ელემენტარული, აი ესეთი რაღაცა. და აქ უკეთია თავი. გექნებათ ალბათ ნანა. ანუ შეგიძლია ჩართვის ღილაკს დააჭირო და აი ეს თავი ასე მოძრაობს თავის. ანუ ტელეფონს კი რა მოძრაობ და მე გაგირბის და რაღაც. არა. ეს გიჭირა უძრაო და ეს მოძრაო. ეს მოძრაო. საიდაც გინდა. და ეს არის ხაროეზის გარეშე. ახლო მოტანა და ისიც კაია. ხო და ამ კვირაში თუ წავედით. მინდა რომ ბარემ გავიაროთ და ეგენც საუქნა. იმის ნახვა მინდა. მონადირე კევინი თუ არ ვახსოვს. ფილმია. ოთხშაბათს უნდა წავსულიყო. სამსახურიდან რომ მოვედი. ხო და ისა. ადგილები არ იყო. მაგ კინოზე ადგილები არ იყო. ერთი იქით იყო, ერთი იქით და 4-ს გვინდოდა. ხო და ეხლა ოთხშაბათი რა რიცხვია. ნახოთ აბა სამსახურში ვისვენებ, ამ კვირაშიც ვისვენებ. ხო რაც შეეხება ნინოს აღარ არის ცუდად. არც მე ვარ ცუდად.
ერთადერთი პრობლემაა ნინოს ის, რომ აცემინებს ახლა და დაცემინების შემდეგ კი იცით რაც ახდება. რამდენჯერ გამოუცვალ დასწველი არ მახსოვს. ბევრმა დამიწერეთ ამ ცხვირიდან სისხლის დენის ბევრნაირი მეთოდი ეხლა. ძირითადად ახლებმა ხალმა გამომწერებმა. მადლობა დიდი რჩევებისთვის, მაგრამ რაც მირჩიეთ ხალხო. წლების მანძილზე ვტესტავდი მაგ ყველაფერს. ნინო იყო დაახლოებით 2 წლის, როდესაც სისხლდენა დაიწყო ესე ცხვირიდან. კაპილარი აქვს სუსტი. არაფერი არ შორის. რაც თქვენ მითხარით, ეგ ყველაფერი ნაცადი მაქვს. რაც კი რამე გავიგე, ყველაფერი მცადი. მაგრამ მოწვაც კი არ უშველის. ექიმა მითხრა, რომ ზრდასთან ერთად შეწყდება. სინამდვილეში წელს ზაფხულში, რომელიც პრობლემა გვაქვს. იმიტომ რომ თელი ზაფხული ძირითადად ნინო მზეში გარეთ ვერ გადის. ეგ კი არა შარშაწინ ბაკურიანში რომ ავდა. საკმარისი იყო თოვლში გასულიყო, იქ ეტყობა მაღალი წნევა როა. აი გოგონა ხორი დაიკლაო სისხლდივსება და იქაო. ანუ ზრდასთან ერთად გაჩერდებაო და ამ ზაფხულიდან შარშანა ამ ზაფხულიდან შედეგი იყო ის, რომ ანუ ხშირად აღარ მოსდიოდა სისხლი. გასულ წელს თუ დღეში 3-ჯერაც კი ყოფილა შემთხვევა, ეხა კვირაში შეიძლება ერთხელ, შეიძლება თვეში 2-ჯერ. მზეს ვარიდებ ხოლმე, მაგრამ მაინც. ხო და მადლობა რა დიდი, მართლა ძალიან ვაფასებ იმას, რომ თქვენზე დატესტილი გამოცდილ მეთოდს მიზიარებთ. მართლა დიდი მადლობა. თორე შეიძლება ბევრს გაეტარებინა ხوارი რაღაცა, რომ მოიცარე ხომ ეს არის ბანდაწერა, ან რჩევა რაღაც. ხალხო მართლა დიდი მადლობა, ბევრი რჩევები პირადშიც კი მივიღე. მაგრამ ყველაფერი დატესტილი მაქვს აბსოლუტურად. მილიონი ხალხური მეთოდი. ისეთი რაღაცები, რომელიც წარმოდგენაც ვერ წარმოვიდგენდი, რომ გავაკეთებდი. მაგრამ არ შველის. და ეხლა უბრალოდ ვირუსი რო ქონა, ამანიცის ვირუსი რო გადის ხოლმე. მაშინ აცემინებს. ეს გიმნად დააცემინებს ხოლმე, გეგონება შუბლი დაარტყა დაბლაო. და პასეთ 3-ჯერ 4-ჯერ მოგვიწია ტამპონებით სირბილი. ვაიდეთა, წავედი ხოდა გიმშვიდობებით მომავალ ვიდეომდე. ამ ვიდეოს ალბათ დილით დავდებ. ვიცი რომ ძალიან ბევრი რამე თქვი რომ უნდა გამეკეთებინა. როგორც ეს კითხვა-პასუხის ვიდეო, როგორც ჩემი წონის დაკლების ჩემ თავთან შეპირება, ბევრი რაღაც კიდე რომელიც მეგონა გავაკეთებდი, მაგრამ ამ ბოლო ხანებში ისე მიეწყო საქმეები ერთმანეთს, რომ ვერ ვახერხებ. ეხლა დღეს და გუშინ თითქოს არაფერს არ ვაკეთებდი. მაგრამ ელემენტარული აი ეს მეორადები რომ მოვიტანე იმის ვიდეოც არ განმიახლებია. ანუ რაც დამჭა ხოლმე, მე ახალ ვიდეოს უღებ და ვდებ. ასე ვყიდი ხოლმე. ანუ ვერ მოახერხე. ხო და აი მაგითო ვამბობ ხოლმე, რომ ჩემ თავსაც კი უნდა მივცე იმის პირობა, რომ აი ამას გააკეთე. იმიტომ რომ არ ვიცი ხოლმე იმ მომენტში რა ხდება, როგორ ხდება, როგორ აეწყობა ხოლმე საერთოდ საქმე. ამიტომ ესე მომდის ხოლმე. ეგრაც
დროს შეეხება, რაც მოცლას შეეხება, რომ საქმე რაღაცა განაწილო, რაღაცა დროში ვერ ჯდები, საქმეებს ვერ უთავსებ ერთმანეთს, ელემენტარულ სურათს რო ხარ ეს საქმე რო არ გაგინდა, რომ უბრალოდ იჯდე, ეგ მომენტიც არის, მაგრამ რაც შეეხება წონას და ჩემ თავთან შეპირებას, რომ ცოტა დააყენო, ამას არც დრო უნდა, არც საქმის შეთავსება. ჭამისთვის ხო ვიცლი. მარტო შიმშილის დროს არა, როცა არაქშია მაშინაც ვიცლი. მოძრაობ, ჭამ. ვზივარ, ჭამ. გავრბივარ, მაინცავ ჭამ. ვიძინებ, იქ ჩავყლაპავ ბოლო ლუკმას. ეხლა მითხარით თქვენ. ამას რა მოცლა უნდა. კი არა და რა ის უნდა რა ვქვია. არა და წესით. ადამიანს როდესაც რაღაცაზე არ გცალია, არც ჭამისთვის არ გცალია. ხო? მაგრამ არა ჩემ შემთხვევაში კი არ არის. სხვა რაღაცებს არ მცალია. ჭამა პირველ ადგილზეა. გშია ჭამ, არა გშია მაინცა ჭამ. ყველაზე მაგარი არის. ჩემ საკუთარ თავზე ხომ ეშლება ხოლმე ნერვები. ფეხიდან ბუშტი. ხომ ეშლება ხოლმე ნერვები. რო ჭამ ხოლმე. ზუსტად ვიცი, რომ ბოლო ლუკბას რო ჩავყლაპავ, ჩემ თავს უნდა უთხრა, რომ აი ღორო წადირა დაწექი რა. აი ხა ჩემ თავი ვაიძულე, რომ არ მეჭამა პირველ საათზე. კარამში აპაპაპ. მინდა. და ძამ ყველაზე ცუდი რა არის. რამდენჯერ შევპირდი ჩემ თავს და დავიწყე კიდეც. დიეტა არა. და როცა გშია მაშინა ჭამ. შედალოცვილო შენა. სუროზა 4 საათი პირი გაგღია, მაგით არა. აი ესე კაი ჩემ თავს დაუჯერე. კაცი გამოწიო 1-2 კვირა. რატო არ მიმყვება ნების ყოფა ბოლომდე? შარშან ეს პერიოდი იყო, სანამ სკოლიდან დაითხოვდნენ სახარწლო არ დადაგებზე, ბარბარეს ჰქონდა კრება, გორმახსოვს. და აი პერიოდში მქონდა ეს ბრძოლები წონასთან. და დაკლებული მქონდა 2 კვირაში 3 კილო. იმენად შევატყრე ჩემ თავს. იმენად ბედნიერი ვიყავი. იმდენად და იმ წუთა საუშვი. 3 კილო რა არის? იმ წუთა საუშვი. ზუსტად 1 წელი გავიდა. 1 წელი. და აი ესე ვთამაშობ. როგორ არა გაგნების ყოფ. აი სიმას ვამბობ ხოლმე. აი ადამიანი რო სვავს. და ან ცუდად ხდება. ან სიგარეტს რო ეწევა რაღაცა და სიმას ვამბობ. აი როგორ არ უნდა გქონდეს იმის ნების ყოფა, რომ ეს არ გააკეთო, ეს ხო აქედან მოდის. ჰა? ეს ჭამა აქედან არ მოდის? შედალოცვილო. პირი რო დაკუმო იმის ნების ყოფა არა გაქვს და ვიღაცებზე ამბობ, რომ რა უნდა მაგას სიგარეტის თავისთანებებას, დალევის, ამის. შენ ანებებს იმასთან მაცივართან დგომას თავს. ჰა? ახლა დღეს დაჭრილი ხინკალი გავაკეთე. გენაცვალე, თაროპურს მიაყოლებ ამ ცომს. წავედი რა, მომეშალა ნერვები, წავედი რა. კარგად იყავით. ისევ ჭამაზე დავიწყე, ეხლა იძულებული ვარ ჩავიდე და საჭმელი ვჭამ. არ შევჭამ. აი კრე. დაგემშვიდობები, წავალ და დავიცინებ. რომელია? პირველი საათი. ხოდა შემოკარგებო, ხამემშვიდობის. ნუ თქვენთვის დილამშვიდობის. ეს კარგად მუშაობს, მომეწონა. ამიტომ ხარ ჩავაქროთ და აბაი და აბაო. ვერ ჩავაქრეთ. ყვითელი შუქია ვანდა.
ესეც კაია. მოკლედ ღამე რო გადავიღო ხოლმე ვიდეო გამოვა. ოღონდ რო არ ვიჩურჩულო მიკროფონი